გამარჯვების შემდეგ უნდა აუცილებლად შეიქმნეს რაღაცა ჯგუფი დაკომპლექტებული ამ მაცხოვრებლებიდან, რომელიც კრეატიული იდეებით შეუძლებს უბრალოდ თავის იდეების მეშვეობით შეუწყობენ ამ სისტემის შექმნას. ასე რომ ეს არის ისე ვთქვათ იდეოლოგიური ნაწილი, ინფორმატიული ნაწილი, რაც მოუწოდოთ, მაგრამ მეორე მინდა თქვა დანიშნულოვანი, რომ ეხლა თქვენ ეს სტუმრობთ არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ სტუმრობთ კიდევ ეროვნებათა სახლს, რომელიც არსებობს ამ ქართულ ოცნებაში. ეროვნებათა სახლის იდეა არ ნიშნავს ეროვნულ უცვლელობას. ეს ნიშნავს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას, რასაკვირველია ისეთი თემების გაშლას, როგორც არის მაგალითად თქვენი განამოზღების თემა. აღარც ერთი და იგივე შენაერთებია ეს. თეთრია ის გეუბნება, რომ აი შავი არ და რომ აი თუნდაც პროტესტია, იქნება და თუ დაჭრა. შევხვდით ბატონ მამუკა არაშიძეს და ბატონ სოზარ სუბარს. საუბარი ეხებოდა ქართველებს, რომ ცხოვრობენ ჰერეთში. საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა და რომელიც მოგვარებადია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში ის მოგვარდება, რომელიც შეეხება განათლების პრობლემებს, ეკლესიის პრობლემებს და იმ ქართულ სულს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს კახში და მთელ ჰერეთში. შეხვედრის თემა იყო ის ზოგადი პრობლემები, რაც ზოგადად საერთოდ არსებობს საქართველოში და პლუს ამ პრობლემებს ემატება იმ ჰერეთის საზოგადოების, რომლებიც დღეს ცხოვრობენ აზერბაიჯანში და იქ მოღვაწეობენ. ეს პრობლემებია განათლების მხრივ, ეს არის ეკლესიების მხრივ პრობლემები და აუცილებლად საჭიროებს სახელმწიფო დახმარებას და ჩარევას. ესენი არიან ჰერეთის მკვიდრი. მიღებული ტერმინია ჩვენ საზოგადოებაში ინგილო. ეს არის ინგილური საზოგადოების წარმომადგენლები. ესე იგი მოგესალმებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რამოდენიმე რაიონი, რომელიც დასახლებულია ქართველებით, მუსულმანი და ქრისტიანი ქართველებით, ეს არის ამ ჯგუფის წარმომადგენლები, მართალია დიდი მათი ნაწილი გადამწყვეტი ცხოვრობს ახლა საქართველოს სხვადასხვა რაიონში, მათ შორის თბილისშიაც, მაგრამ ისინი მოვიდნენ თავის სატკივარით, რამე წლების განმავლობაში გადაუწყვეტელი პრობლემები. ეს არის განათლების საკითხი, ეს არის კულტურის შენარჩუნების საკითხი, ეს არის ისტორიული ძეგლების შენარჩუნების საკითხი, ეს არის საზღვრის გადაკვეთის საკითხი აზერბაიჯანს საქართველოს შორის. მოკლედ, უამრავი პრობლემაა, რომელიც არ წყდება 20 წლის განმავლობაში. და ეს ხალხი სჩივის იმას, რომ იცლება ქართული მიწები, ის რა ქვია, ჩრდილო აზერბაიჯანის, აი კახის რაიონის მაგალითად და მოითხოვენ, რომ რაღაცა კვეთით დახმარება იყოს და ძალიან კარგი რომ დღეს მოვიდნენ. ანუ არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა. მოვიდნენ, იმიტომ რომ გავგაფრთხილესავით, რომ მიიღეთ ჩვენი ის რა ქვია, წინადადებები, გადაწყვეტილება მოამწიფეთ. ჩვენ დაგიჭერთ მხარს, მაგრამ მე მოგთხოვთ პასუხს. აი ეს იყო მაგათი ძირითადი ამოცანა. ჩვენ ვალდებული ვართ ქართველებმა ის ძეგლები დავიცვათ და მათ პატივეცეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.